მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე მქვია ვიქტორია. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და მოდით დღეს ჩვენ ვნახოთ უმშვენიერესი დასტით თუ ზოგადად რას შემოიტანს თქვენს რეალობაში ეს შემოდგომა, ეს ახალი სეზონი. მოდით დავარიგებ ახლავე ვარიანტებს, პირადი კონსულტაციის მსურველებმა მომწერეთ პირადში და ვნახოთ აბა რას მოუტანს პირველ ვარიანტს 2025 წლის შემოდგომა და რას მოუტანს მეორე ვარიანტს. ქვებს ახლავე დავარიგებთ პირველი ვარიანტი და მეორე ვარიანტი. ენერგიების დაბალანსების მიზნით აუცილებლად მოიწონეთ ეს ვიდეო, აირჩიეთ თქვენთვის სასურველი ვარიანტი, რომელი არკანით ან რომელი მინერალით მეტად გიზიდავთ, გეძახით. და მოდით დავიწყოთ ახლა ჩვენ პირველი ვარიანტიდან, ვეცდები თითო არკანით აღვნიშნო, მაგრამ ნახოთ. პენტაკლების მეფე ამოვიდა პირველ ვარიანტთან. არ აქვს მნიშვნელობა თქვენ მამაკაცი ხართ თუ ქალბატონი, იცოდეთ რომ ეს შემოდგომა თქვენს რეალობაში შემოიტანს მეტ ფინანსურ, მატერიალურ კეთილდღეობას, მეტ ბარაქას, განსაკუთრებით მამაკაცებისთვის. ქალბატონებო, თქვენს რეალობაშიც შემოდის მეტი ფინანსური ენერგია, მაგრამ ნახეთ, ბევრ თქვენგანთან დიახ, თქვენივე ფინანსური ენერგია მოდის ინტენსიურად, მაგრამ ზოგი თქვენგანის შემთხვევაში რეზონირდება როგორც კონკრეტული მამაკაცისგან თქვენს რეალობაში ფინანსური დახმარება. ეს შეიძლება იყოს, რა თქმა უნდა, ოჯახის წევრი მამაკაცი, მამა ან უფრო მეტად მეუღლე, შეყვარებული პარტნიორი. აი თითქოს ასეთი ენერგია მოდის, რომ ქალბატონებისთვის, ბევრისთვის რეზონირდება როგორც თქვენი მამაკაცისგან, თქვენი პარტნიორისგან წამოსული ფინანსური ენერგია. ანუ მამაკაცი დიდი ალბათობით ან დაწინაურდება, ან არ ვიცი რაღაც მეტ ფინანსურ ენერგიას მოიზიდავს საკუთარ რეალობაში, რის შედეგადაც, რა თქმა უნდა, თქვენს წაგანებიურებთ. თუმცა, გავიმეორებ ისევ და ისევ ყველასთან ინდივიდუალურად რეზონირდება, ამიტომაც ბევრი თქვენგანისთვის აქ არ იქნება არანაირი კავშირი მამაკაცთან, უბრალოდ თქვენ თავად შეძლებთ, რომ გაზარდოთ თქვენი ფინანსური მდგომარეობა. მომინდა რომ კიდევ დავემატებინა არკანი და ვნახოთ აბა რას მოუტანს პირველ ვარიანტს ეს 2025 წლის შემოდგომა. ნახოთ აბა კვერთხების 7-იანი და კვერთხების 6-იანი. აქ აუცილებლად იქნება გარკვეული სირთულეებისა და კონფლიქტების დაბრკოლება და გავიმეორებ ახლა უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა მამაკაცები ხართ თუ ქალბატონები, ყველასთან ინდივიდუალურად რეზონირდება მიუხედავად სქესისა. ნახეთ აქ როგორი ენერგიები წამოვიდა. პირველ რიგში კვერთხები არის იმპულსები, კვერთხები არის ცეცხლის სტიქია და აქ წამოვიდა ასეთი ინფორმაცია, რომ თქვენ შეძლებთ დააბრკოლოთ საკუთარ თავთან ის კონფლიქტი, რომელშიც უკვე ძალიან დიდი ხანია რაც ხართ. და ნახეთ, ყველასთან ცხადია ინდივიდუალური კონფლიქტი არის, მაგრამ თითქოს თქვენ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვიღაცისთვის თვეების განმავლობაში, ვიღაცისთვის წლების განმავლობაში ბოლომდე ვერ უგებდით საკუთარ თავს, ბოლომდე ვერ ხვდებოდით რა გინდათ საკუთარი რეალობისგან, რას ელოდებით სამყაროსგან. და ნახეთ, ზუსტად ამ ენერგიას დააბრკოლებთ. რამდენიმე თქვენგანთან რეზონირდება ისეც, რომ დააბრკოლებთ კონფლიქტს კონკრეტულ პიროვნებასთან, მაგრამ უმეტესობისთვის ეს ხართ თავად თქვენ. თქვენ გაიმარჯვებთ საკუთარ თავზე, საკუთარ რაღაც სისუსტეებზე, საკუთარ სხვათა შორის კომპლექსებზედაც, ბევრი თქვენგანი და ნახეთ, თქვენ შეძლებთ, რომ თქვენი რეალობა უფრო მეტად გააკონტროლოთ. მიუხედავად იმისა, რომ ხო ჩვენ ადამიანებს სულ გუგონია, რომ როდესაც რეალობას ვაკონტროლებთ, მაშინ ვართ რეალური მე, მაგრამ რეალურად მაშინ გამოვხატავთ საკუთარ რეალურ თავს, როდესაც
ვერ ვაკონტროლებთ რეალობას. მაგრამ აქ თქვენს რეალობაში თქვენ უკვე შეძლებთ რომ გააკონტროლოთ იგი და წაიყვანოთ მაქსიმალურად სწორი და სასურველი მიმართულებით. განსაკუთრებით ეს აისახება ფინანსებსა და კარიერაზე. სულ ეს არის პირველი ვარიანტი, უღრმესი მადლობა და გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. მეორე ვარიანტი თქვენთან ამოვიდა უფროსი არკანი განდეგილი და ეს არკანი მეტყველებს იმის შესახებ, რომ აქ თქვენ ეს შემოდგომა მოგიტანთ საკუთარ თავში ჩაძირვას, საკუთარი თავის, საკუთარი ემოციების, სადღაც ფსიქოტრაუმების შესწავლასაც კი და ნახეთ, ეს არის ძალიან დიდი, მძლავრი და საბედისწერო მოგზაურობა საკუთარ თავში. ეს არის ის ენერგია, როდესაც თქვენ პოულობთ საკუთარ რეალურ მეს, როდესაც თქვენ უკავშირდებით საკუთარ ქვეცნობიერს, საკუთარ სულს, საკუთარ ბნელ მხარეს. ბნელი მეგობრებო არ ნიშნავს სუდს და ბოროტს, ბნელი ნიშნავს ფარულს, უარყოფილს. ხშირად ჩვენ ვუარყოფთ საკუთარ რაღაც ემოციებს, საკუთარ პოტენციალსაც კი, მაშინ, როდესაც ეს სულაც არ არის საჭირო, მაგრამ ვუარყოფთ მაგალითად სოციუმის გამო, ვუარყოფთ რაღაც სხვა ზეგავლენების გამო, ხანდახან იმის გამო, რომ კონკრეტული როლიდან არ გსურს გამოსვლა, მაგრამ საკუთარ ბნელ მხარესთან ძალიან მნიშვნელოვანი არის ურთიერთობა იმისათვის, რომ ვიყოთ საკუთარ თავთან უკაცრავად ჰარმონიაში. და ეს არკანი განდეგილი მეტყველებს ძალიან საინტერესო მოგზაურობაზე საკუთარ თავში. იცით, ყველაფერი ფსიქოტრაუმებით, ყველაფერი ქვეცნობიერითა და ბავშვობით ნამდვილად არ აიხსნება, როგორც ძალიან ხშირად კოუჩები და ფსიქოლოგები ამბობენ ხოლმე, ხო? ფსიქოლოგები ბრჭყალებში რა თქმა უნდა. დიახ, ძალიან ბევრი რამ აიხსნება, იმიტომ რომ ქვეცნობიერსაც, უარყოფილ მხარესაც, ბავშვობასაც ამ ყველაფერს დიდი ზეგავლენა აქვს. ძალიან დიდი. მაგრამ ეს ავტომატურად იმას არ ნიშნავს, რომ აბსოლუტურად ყველაფერი ჩვენს ბავშვობაში და ჩვენს წარსულში არის, ხო? და ეს იქნება უდიდესი მოგზაურობა თქვენთვის. თანაც შემოდგომა ისეთი სეზონი არის, სადაც ჩვენ ყველანი უფრო მეტად მიდრეკილნი ვართ დეპრესიული მომენტებისკენ. ხშირად, თუმცა იცით, აქ რაღაც დეპრესიულ მდგომარეობას ნაკლებად ვხედავ. დავამატოთ აქაც არკანები, მეორე ვარიანტი არ გაწყენინებთ, რას მოგიტანთ 2025 წლის შემოდგომა. ხმლების რვიანი და კვერთხების ორიანი. ძალიან საინტერესო ენერგიები არის, იმიტომ რომ თქვენ დიდი ხნის განმავლობაში იკავებდით საკუთარ თავში ძალიან ბევრ ემოციას, ძალიან ბევრ გრძნობას. თითქოს იკავებდით ამ გრძნობებთან და ემოციებთან ერთად საკუთარ პოტენციალსაც. თუმცა, იცით, თავის შეკავება არასდროს არ არის კარგი. რა თქმა უნდა, ყოველი სიტუაცია ინდივიდუალური არის და რა თქმა უნდა, არ არის აუცილებელი უცაბედად თუ ადამიანს გაუბრაზეთ, თავში შემოარტყათ, ხო? მაგრამ უნდა ისწავლოთ ემოციების გამოხატვა და ემოციების გამოშვება. ეს არ ხდება მომენტალურად, ხანდახან ამას სჭირდება დღეები და ერთი თვეც კი, თვეებიც ხანდახან. ეს შეიძლება მოხდეს ტირილით, ეს შეიძლება მოხდეს, არ ვიცი, ფურცელზე ჩამოწერით, ხო? მაგრამ ნახეთ, აქ თქვენ როგორც იკავებდით საკუთარ თავს, ყველა ეს ემოცია და გრძნობა ამოვა და რაც მთავარია დამუშავდება და ამოვა თქვენ წარმოიდგინეთ და არა მძიმე ენერგიებით. ეს არ იქნება რაღაც მაინც და მაინც მტანჯველი, მიუხედავად იმისა, რომ გულსხმელად გეტყვით, რაღაც არასასიამოვნო მომენტებიც იქნება. ეს იქნება უფრო მეტად თქვენ წარმოიდგინეთ და შემეცნებითი ემოციები, უარყოფითი ემოციების გარეშე. რაც შეეხება თავის შეკავებას, გავიმეორებ, ეს ნამდვილად ძალიან მავნებელი არის, როგორც მენტალური მდგომარეობისთვის, ასევე ორგანიზმისთვის. მე კი ამაზე დაგემშვიდობებით, ყველას უღრმესი მადლობა, ბედნიერი, წარმატებული და ნაყოფიერი შემოდგომა.